დღეს ვიწყებთ ისტორიით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მხოლოდ და მხოლოდ იდეა იყო. დღეს კი უდიდესი ქალაქის მასპინძელია. ეს გახლავთ კომპანია MetiPlus ჯგუფი. ეს არის MetiPlus ჯგუფი, რომელიც უკვე ნიუ-იორკში თავისი შოურუმით სარგებლობს და პატარა თუ დიდ ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პროდუქტით. მაღალი ხარისხის კარფანჯრებით, ალუმინის, მეტალოპლასმასით და რა თქმა უნდა პერგოლათი, რომელიც ამ ქალაქს დაამშვენებს. ესე რომ MetiPlus ჯგუფი იწყებს ოპერირებას ქალაქ ნიუ-იორკში. მეტი მოტივაციის მაყურებელი, რა თქმა უნდა, გაიცნობს ადამიანს, ჩვენს თანამოაზრეს პარტნიორს, რომელიც გახლავთ ქალაქ ნიუ-იორკში, ნიკა ელგანდაშვილი, არის ადამიანი, რომელიც 20 წელიწადია ამ ქალაქში ცხოვრობს, აკეთებს ბიზნესს და ძალიან საინტერესოა მასთან საუბარი, თუნდაც იმ კუთხით, როგორი რთული გზა გაიარა იქამდე, რომ აქამდე მოსულიყო, ესე რომ მეტი მოტივაცია გრძელდება და გამოყვებით. მოგესალმები, ნიკა, ძალიან მიხარია შენი ხილვა ნიუ-იორკში და აი ხა ძალიან ბევრ ადამიანს პირდებოდით, რომ ჩავიდოდით ქალაქ ნიუ-იორკში, ვაჩვენებდით იმ კონკრეტულ ლოკაციას, სადაც MetiPlus ჯგუფი დაიწყებდა გაყიდვებს და შესაბამისად ჩვენ უკვე აი აქ ვიმყოფებით და ნიკა, მოვთხრათ იმ ადამიანებს, სად არის ეს ლოკაცია, როგორ შეიძლება მოვიდნენ ის ბიზნეს სექტორი, ის დაინტერესებული პიროვნებები, ვისაც უნდა ჩვენი კონკრეტული პროდუქციის შეძენა. კი ბატონო. ჩვენი ოფისი, სადაც ახლა ვიმყოფებით, მდებარეობს ბრუკლინში, ცენტრში. მისამართსაც ვიტყვი, ვისაც მას დაინტერესებს აქ მოსვლა, ხო? ეს არის 222 ლორენის ქუჩა, ბრუკლინ, ნიუ-იორკი. 6-7 წელი აქ ვართ, აქედან მოღვაწეობთ პრინციპში დილიდან დაღამებამდე. აქ მუშაობ ელექტროობაზეც, განათლებაზეც, მშენებლობაზეც და ბოლო პერიოდი უკვე კარფანჯარა, რომელიც რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაალამაზებს ახალობას. კი ბატონო. და რაღაც ახალ სტილს შემოვიდანთ ამ ქალაქში. კი, უკვე ახლოსში გვაქვს ერთი პროექტი არის, სადაც 10 წუთი აქედან, სადაც ესე სული მწარი ხელოდებიან, როდის გამოვა კონტეინერიზე, გზას არის ფანჯრების. სად არის შენი კონტეინერი? კონტეინერი წესით უნდა იყოს ნიუ-ჯერსში, უნდა შემოვიდეს 20 წუთზე. 20 წუთი ბატონო. მოკლედ ველოდებით, აი გამოვიდა. მოკლედ, აბა დანარჩენს უკვე რა თქმა უნდა გამოყვებით მოტივაციის ცვლილობისას ჩვენ გავიშენებთ ულამაზეს ადგილას, სადაც რამდენი minutით მას დაუსვამთ და ასევე დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებთ ვინ არის ის ადამიანი MetiPlus ჯგუფის გვერდით, ვინც ეხმარება MetiPlus ჯგუფს უფრო მეტი წარმატება შექმნა სხვა ქვეყანაში და ეს ქვეყანა არის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები. აი აქ რო ჩამოვდივარ ხოლმე ყოველთვის პირველად აი ეს ადგილია, რომელი ადგილიც სრულფასოვანია იმით, რომ იქნო ამერიკის ის ჰაერი, ის განწყობა და ის შთაგონება, რომელიც ამ ქალაქთან გვაკავშირებს ხოლმე. და შენ რო ჩამოხვედი პირველად როგორ იყო გამავალ? რა შეგრძნებები ქონდა? 20 წლისი რო ჩამოვედი, თინეიჯერები ვიყავით პრინციპში, 20 წელი არა, 20 წელზე მეტია უკვე აქ ვარ. აქ ვსწავლობდით აქოს, მე და ჩემი მეუღლე, ხიზე რო გადახვიდო. მაშინ ახლა ცოტა გაჭირვების პერიოდიც იყო და მაქსიმუმი ხიზე გამოსენება ფეხით და ქალაქის ქვემოთ დათვალიერება. მაგრამ ის მუღამი სულ იყო. რა თქმა უნდა. ეს ხმაური სულ იყო დარწმუნებული. ეს ხმაური მაშინაც იყო. არანაკლებ ლამაზი ხიდია, პროსტა ეს იმდენად ისტორიული და იმდენად ყველა კადრშია და ყველა კინოში ჩადებულია, რომ ეს კიდე ნორმა არის. აი ოპერატორს ხორო ეს ვაჩვენოთ აი ეს ადგილი. ეს ულამაზი ძალიან ახლოს არის, ორივე გვერდ-გვერდს გადადის მანჰეტენზე ლამის, მაგრამ ეს არის ბრუკლინის ხიდი, ეს არის მანჰეტენის ხიდი. იგი ძალიან არის ასე ასლოვანი ხიდი. ისე საინტერესოა რა, ბავშვები ბანაობენ, კატერით გადაობენ და ბრუკლინში და მანჰეტენზე ვარ. მაგრამ ყველაფერი ხდება ამ პატარა წრეში. ყველაფერი ამ პატარა წრეში. როგორ დაიწყო შენი ნიუ-იორკული ცხოვრება და რატომ აინდა მაინც ნიუ-იორკი? რატო ნიუ-იორკი? ნიუ-იორკი იმიტომ რომ ბავშვობის მეგობარი ყავს სახელად ბაჩო. კვეთა ერთ-ერთი ბაჩოსია, რაც ახლა დღეს ნიუ-ჯერსში შემოვიდა. კალიფორნიაში ვიყავი, სადღაც 23-24 წლის წინ ერთი წლით ვიყავი გასვლის პროგრამით კალიფორნიაში. სკოლაში სასწავლებლად. როდი გადავწყვიტე უნივერსიტეტის დაბრუნება, ბაჩო და ბაჩოს ოჯახი მაგდროს ნიუ-იორკში იყვნენ და ესე ვთქვათ, დამაძალეს ნიუ-იორკში ჩამოსვლა. და გამოვედი ნიუ-იორკში. სასწავლებლად. ეს იყო 2023-ში. და იმის მერე შემორჩი ნიუ-იორკს. ანუ
პრინციპში მეგობრობის გამო ვარ ნიუ-იორკში. და გრძელდება ეს მეგობრობა. კი, ეხაც ამ წამს. და როგორ მოგწონთ ეს კალო? პოტენციალი აქვს ძალიან დიდი. თუ რამე ჩანაფიქრი გაქვს, თუ როგორც ამბობენ, პრინციპში სიმართლეა. თუ ასე ვთქვათ, რაღაცის მუღამი გაქვს და თუ მოძრაობ მაგისკენ. თითქმის გარანტირებული გამოგივა. ანუ უმეტესობა არის შენზე დამოკიდებული. რაღაცა დონეზე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. არა ვამბობენ ოცნებების ქალაქია, სადაც ოცნებები ხდება, რამე ოცნება აქვს და როგორ არის? ოცნება? თუნდაც საკუთარი ბიზნესის მართვა წლების და წლების განმავლობაში, შეიძლება 20 წლის წინ არც მეფიქრა რომ გამომივიდოდა, მაგრამ გამოვიდა. ეს ქალაქმა მოგცა თუ თვითონ მაინც იმ შინაგანმა სურვილება, რომელიც მაინც მნიშვნელობა აქვს, რომ ქალაქში ხდებოდა მაინც გამოგივიდოდა. ასე მოდავაბრუნოთ ეს. ცოტა ქალაქსაც უნდა მივცეთ კრედიტი, რადგან იმხელა პოტენციალია, თუნდაც ჩვენს უკანასკნელ ჩანს. მილიონობით ხალხი ცხოვრობს, ხო? ანუ მილიონობით პროდუქტი ჭირდება ყოველ დღე. და იმხელა პოტენციალი რაც ნიუ-იორკში არის, სხვა ქალაქებში თვათ იმდენი არ აქვს. შესაბამისად გასავალიც პროპორციულად მაღალია. მაგრამ თუ მასიურად შევხედავთ თქვა ბიზნესის ბრუნვას ან ურთიერთობებს და არა მაინც მოგებას, მაშინ ჩემს ნიუ-იორკი პირველია. და რა არის წარმატება? რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი იყო? წარმატებული დაახლოებით სუბიექტური აზრია, ხო? სუბიექტური. ჩემს სფეროში, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ოჯახი და შვილები და მეგობრები, გასაკვირველია, მაგას ნუგვიტყვით, მაგრამ ესე ვთქვათ, ბიზნესში წარმატება ჩემთვის. ნუ არა მარტო ბიზნესში, არამედ კარიერული წარმატება. კარიერული წარმატება, ხო? ტექნიკურად მე კარიერით ფინანსისტი ვარ. მაგრამ სასწავლებლად ჩამოვედი ფინანსები ვისწავლეთ, ხო, მაგრამ დავამთავრე 2008-ში. 2008 იყო ფინანსისტებისთვის ალბათ, დამწყები ფინანსისტებისთვის ალბათ ყველაზე ცუდი წელი, ეს როცა მარკეტის crash-ი რომ მოხდა, ეგ წელი იყო, ხო, ამიტომ მაშინ ახალ გამოსულს კოლეჯიდან უნივერსიტეტიდან დიდი შანსი არ ჰქონდა სამსახურის მოძებნის, მაგრამ ჩვენ რა სფეროშიც ავართ ახლა, ხო, ეს მშენებლობა, ელექტროობა, განათება და ფანჯარა, მან წარმატება და მაგის კარიერის წარმატება ჩემთვის არის როცა ამ პროექტს მეორე პროექტი მოყვება მარტო რეფერენსით და არა სეილით თქვა, ხო? ესე იგი ნიშნავს რომ ჩვენი საქმე წარმატებულად გავაკეთეთ. მიხარია, ძალიან მიხარია და ცოტა ოჯახსაც შევეხოთ, მინდა რომ გაიცნოს მეტი მოტივაციის მაყურებელმა, თუნდაც როგორ გაიცანი შენი მეუღლე, და როგორ ცხოვრობთ ამდენი წელი ამ ქვეყანაში ხართ ერთად და ზრდით შვილებს. მე ვიცი რომ ძალიან ქართული ოჯახია. ჩვენ თბილისში შევხვდით და მიხარია რომ ამ ყველაფერს მაინც ქართულად აკეთებ, დასვენების პერიოდში ახერხებენ თქვენი შვილები ჩამოსვლა საქართველოში. ბევრი ქართული ამას ვერ აკეთებს და ერთ-ერთი სამაგალითოა. მეუღლე გავიცანი გასვლითი პროგრამით. ერთ წელს ვიყავით წამოსული ამერიკაში 2001-ში. მე კალიფორნიაში ვიყავი, მეუღლე მიჩიგანში იყო, მაგრამ ეს წამოსვლის პროცესში გავიცანით ერთმანეთი იმ წინა დღეებში. 24 წლის წინ. პრინციპში მაგის მე ერთად ვართ. ამერიკაში ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ, ერთად მოვდივართ ბავშვობიდან. 3 შვილი ყავს. 3 საქართველოში ახლა. ზაფხულს ყოველთვის საქართველოში. ძალიან მაგარი. თბილისი და მე რაჭა. და ისიც ქართულად კარგად საუბრობენ და ოჯახში ქართულად საუბრობთ და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. კი. ენერგია, დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ და დღემდე მიაქვს. მაგრამ რატომღაც ბავშვებთან ინგლისურად ვერ ვსაუბრობ. ხო, ამ გადაცემას ბევრი ემიგრანტი უყურებს სხვათა შორის და შესაბამისად მათთვისაც სამოტივაციოა. ეგეც სუბიექტურია. მაგრამ მე ხო იმიტომ რომ ესე ვფიქრობ, თუ სხვა ენას ვსაუბრობ, ხო ინგლისური, ჩემი ბიჭი ჩინურს სწავლობს, ესპანური ვისწავლეთ. მაშინ შენი მშობლიური ენა უფრო ადვილი სასწავლებელია რა. რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანი ის იგი, რომ მე შემდგომში სხვა მისმა თაობებმა და მისმა შვილებმა და მეტი კონტაქტი გაქვს საქართველოსთან, საქართველოიც. მეტი კონტაქტი საქართველოს. რა მოგცა ამერიკამ და რით შეგცვალა? უკეთესობისკენ შევიცვალე, აბსოლუტურად. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ დროს ხანერად ვაფასებ ყველა წუთს და ანუ უკვე დროის უაზროდ გასტენა, რადგან ფიქრობ, რომ ყოველთვის მეტის მოსწრება შეიძლება, ან ამ დროში როცა არაფერს არ აკეთებს, სხვა რაღაცა გაგვეკეთებინა, ხო, პროდუქტიული. რა თქმა უნდა. სწავლა იქნება თუ წიგნის აკითხვა, თუ კიდე ერთი დამატებით პროექტის აღება, შეიძლება მეტის მოსწრება.
ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო ცხოვრება, როცა ბევრ რაღაცას ასწრებ, რაღაცა ხანმოკლე დრო შეიძლება. რა გეტყვის ამის мотиваციას? აქაური 20-25 წლის გამოცდილება, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. როგორც კი ცოტა მოდუნდები, იმხელა შეჯიბრია, რომ სხვა ეგრევე გიგებს. ხო, და შეიძლება რაღაცა ყველას უცხოს ეს მისაღები, მაგრამ კი. ან უნდა გამოეთიშო. და ამ ეტაპზე გამოთიშო ცოტა ძნელი იქნება. მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ისე ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ცხოვრებისთვის ეს სული გამოცდილება არის. რადგან ჯერ ნახევარ ცხოვრებას მეტი წიგნი წინ გვაქვს. ჩვენ მაყურებელს აინტერესებს მეტიპლიო ჯგუფის იმ ადამიანებს, სხვადასხვა ძალიან აინტერესებდათ ვინ იქნებოდა ის ადამიანი, ვისთან ერთად მეტიპლიო ჯგუფი იწყებდა ამ ქართულ პროექტს, და ჩვენი პროდუქტის პოზიციონირებას ამერიკულ ბაზარზე და რაც ვფიქრობ დაახლოებით როგორც წარმოგიდგენია სამომავლოდ თუნდაც ჩვენი პერსპექტივები ამერიკის შეერთებულ შტატებში. რასაც მეტიპლიუსი აკეთებს პრინციპში ეს არის ყველა შენზე მორგებული. ხო, იქ რაღაც სტანდარტი ხო არ არსებობს, არის შენ რა ზომაც გინდა, რა სტილი გინდა, რა ნიშნულში მას გიკეთებ. აი ეს მეტალოპლასმასი და ალუმინი, გერმანული სახელური და მექანიზმი და ჩინური. ამიტომ ამას თუ ჩვენ მომხმარებელს აუხსნით და ვანახებთ და თვითონვე დაინახავენ, ვერ წარმომიდგენია რომ ეს პროდუქტი ხალხმა არ იგებს. მეტიპლიო ჯგუფის ის რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული და განსაკუთრებული პროფილი, რომელიც განსხვავდება სოფლიო ბაზარზე ყველაფრისგან, იმიტომ რომ სპეციალური ფერი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს ფერი არ არსებობს. არცად მეც მაქვს. თქვენ მარტო ფასი მუშაობს, არამედ მუშაობს ხარისხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ხარისხი. 14 წელია ბაზარზე ვართ და ამის გამოცდილება საკმაოდ დიდი გქონდა. ამიტომ იყო მის ამბიცია, რომ ქვეყანაში ჩამოსულიყავით და შესაბამისად აქ ჩვენი ძალები მოგვესინჯა, რა თქმა უნდა, შენთან ერთად. ერთ-ერთი ვინც ამონტაჟებს ხარფანჯარას, ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორია, ეს დრო ჩავსვით პირველი ფანჯრები ჩამოტანილი, რუსულენოვანი უკრაინელი ბიჭია და უწოდა ტანკი. ტანკია. ხო, რომელიც ამ გადაცემას ალბათ დახურავს ამ კითხვით, ეს არის რა პოტენციალს ხედავ მეტიპლიო ჯგუფის და რა პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს კომპანია მეტიპლიო ჯგუფის და ჩვენი ერთობლივი სტანდარტი თუნდაც იმ შედეგებამდე მივა, რომელიც შედეგებიც საამაყო იქნება როგორც ქართული პროდუქტისთვის და ქართული საქმისთვის. ეხლა მე რაც შენ გაგიცანი და რამდენ სფეროს გემძღვანელობ, არ ვიცი როგორ აკეთებ. არტიდან, მუსიკიდან, ხარფანჯარაზე, პერგოლაზე, ამერიკაზე და მაინც ყველაფერს ასწრებ, ხო? აქედან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად არ მომედგენია ამერიკაში ესე ვთქვათ, ჭიდაობის და შედეგი დაიდება. ვთქვათ, ამ შენობას ვაკეთებ, მანახე შე რა გააკეთე, როგორც ეს იჭირდებათ ახლოში რა გააკეთე. და ეხლა ვთქვათ, იგივე ქალაქში თუ ეთქვით, რომ ამ ადამიანის სამარძია, ვთქვათ, ჩვენი ნამუშევარი ვიზუალურად შეხედავს, ნახავს, აღარ ჭირდება ბევრი ახსნა, რომ რა მაგარია. დამტკიცება არ ჭირდება. ასე რომ ის ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით, ამ ბიზნესში ხართ ჩართულები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნიკას, მითითებული იქნება საკონტაქტო ნომერი, მისამართი ჩვენი შოურუმის და ჩვენ აქ ვართ, ვიწყებთ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, დიდი საქმის კეთებას და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ქართველსაც დავასაქმოთ სამომავლოდ და ბევრ კარგ საქმესაც გავაკეთებთ აქ, ესე მგონია. უკვე ხო ვასაქმე. მაგალითად, ეხლა ნიუ-ჯერსი შემოსული კონტეინერი, რომელიც ლონგ-აილენდში უნდა ჩავიდეს, მძღოლი ქართველია. მძღოლი ქართველია. ესე რომ ნელ-ნელა ქართველებიც გვერდებიან და ერთ კარგ ქართულ საქმეს ვაკეთებთ ამ ულამაზეს ქალაქში. ესე რომ მეტი мотиваცია გრძელდება. ყველაზე ლამაზ ნოტაზე სრულდება ჩვენი გადაცემა მეტი мотиваცია, რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში და შესაბამისად ჩვენ აუღნიშნეთ ამერიკის თავისუფლების დღე და მინდა ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი ადამიანები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, გახლავთ ზიკა და თაკო ქურდაძეები, რომლებიც იმყოფებიან წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ ქალაქში და
რა ვიცი, რას ვეტყოდით? როგორი დღეა დღეს, როგორი აღსანიშნავი დღე ამერიკელებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ამერიკელებისთვის. დღეს არის თავისუფლების დღე. ამერიკას უსრულდება 250 წელი. ვუღებთ ამერიკას წინსვლას, გამარჯვებებს. და ეს როგორც ხედავთ, უამრავი ადამიანია გამოსული, არა მარტო ფეიერვერკების აღსანიშნავად, არამედ თავისუფლების და ძალიან პატრიოტული დღეა, ხო? პატრიოტული დღეა ძალიან ნამდვილად. ფეიერვერკებია ყველა ქალაქში. ამერიკის მასშტაბით. ამერიკის მასშტაბით, მათ შორის და ძალიან ემოციური და ლამაზი საღამოა. თაკო, რას ვეტყოდი, აბა, როგორი დღეა, როგორ აღნიშნავთ ამერიკაში ქართველი ამერიკელები? ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ყოველთვის აღნიშნავ, ყველას მიყვარს ფეიერვერკები, ძალიან სასიამოვნო საღამოა, ყოველთვის თითქმის. და დიდი ხანი გრძელდება, როგორც ვიცი, ეს დღესასწაული. ზოგადად ამერიკაში. ამერიკაში კი ეს მთელი წელი გრძელდება და ყველა ადამიანი ჯერ ისედაც არ აკლიათ ამერიკელებს ღიმილი და ბედნიერება, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტად ათმაგებს და აორმაგებს. მას ეღვიძება ამ დღეს პატრიოტული გზნობა. მოკლედ, მეტი мотиваცია სრულდება პატრიოტულ ნოტაზე, ესე რომ გემშვიდობებით და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხი და შესაბამისად კიდევ ბევრი სიახლეები დაგიბრუნდებით. აბა დროებით.